ვისაუბრო სალდოს თეორიაზე, რომელიც არის ორმხრივი არანამდვილი გარიგების უკუქცევის სპეციალური წესი. ანუ, როდესაც ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება ბათილია, მის კონდიქციის მიერ, უკუსაქცევად, კონდიქციის მიერი უკუქცევის დროს მოქმედებს ეს სალდოს თეორია. რომელიც ჩვენ ქართველებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, უწერი კანონში, კონდიქციურ სამართალში სპეციალური ნორმა აქვს მიძღვნილი სალდოს თეორიას, მიუხედავად იმისა, რომ გერმანული თეორია, გერმანული ასე ვთქვათ, სასამართლო პრაქტიკის და სამეცნიერო აზრის მიერ შემუშავებული თეორია და მიუხედავად იმისა, თვითონ გერმანებს არ უწერიათ ეს კანონში ჩვენთან დეტლეფ კეუნიგის კანონ პროექტის გავლით, საიდანაც არის რის საფუძველზეც არის შექმნილი ქართული კონდიქციური სამართალი. ეს ნორმის სახით არის დაფიქსირებული, ამიტომ ბოლომდე თეორიაც აღარ არის, უკვე კანონისმიერი რეგულაცია, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, მარტივი იდენტიფიცირებისთვის სალდოს თეორიას უწოდებთ ხოლმე. და ეს სალდოს თეორია, იდეა, პრინციპი, როგორც არეგულირებს ამ უკუქცევას კონდიქციის მიერ, არის ის, რომ თუ ესეთი ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულების უკუქცევას ეხება საქმე, მოქმედებს წესი, რომ თითოეულ კონდიქციის კრედიტორს, იმიტომ რომ ორმხრივი ხელშეკრულების უკუქცევისას ორივე მხარე არის როგორც კონდიქციის კრედიტორი, ისე მოვალე. ანუ უნდა დააბრუნოს კიდევაც რაც მიიღო და რაც გასცა ის დაიბრუნოს კონდიქციით, ხო? და მოქმედებს წესი, რომ თითოეული იბრუნებს იმდენს, რამდენსაც აბრუნებს. თუ ვერ აბრუნებს, ვეღარც იბრუნებს იმ ნაწილში იმდენს, რასაც ვერ აბრუნებს, ვერ იბრუნებს. ხო, და რითი განსხვავდება უпростоრად რატოა ეს ახლა სპეციალური წესი და რა ხდება სხვა შემთხვევებში, როდესაც მაგალითად სამხრივად მავალდებულებელ გარიგებას და მის უკუქცევას ეხება საქმე, როგორც არის მაგალითად ჩუქება. ავიღოთ ბათილი ჩუქების მაგალითი, ვთქვათ, რაღაც მძიმე ფსიქიკური აშლილობის ფაზის დროს ვიღაცას რაღაც ვაჩუქე, ხო? მეგობარს ვაჩუქე რაღაც ნივთი, რომელსაც ისე არ ვაჩუქებდი, ხო? დაუშვათ, რომ მაქვს რაღაც შიზოფრენიის მძიმე ფაზა. იდეაში ჯობია, ბიპოლარული ჯობია, იმიტომ რომ ბიპოლარულს ახასიათებს ეს გაჩუქების და გაცემის სურვილი. ბიპოლარულის მძიმე ფაზის დროს მეგობარს ვაჩუქე რაღაც ნივთი, რომელსაც ისე არ შეველეოდი, იმიტომ ძალიან მომწონდა. მაგრამ ახლა ბიპოლარულმა გადასწლია და ავდექი და მეგობარს ვაჩუქე თქვათ საათი, რომელიც იყო ოჯახური რელიკვია. როცა გამოვედი ამ ფაზიდან და აღმოაჩინე რომ თურმე გამოჩუქებია, მივადექი ამ მეგობარს და ახლა გასაგებიაში ჩუქება არის ბათილი და მინდა ახლა კონდიქციით ამ საათის უკან დაბრუნება. თუმცა მოხდა ისე რომ ამ მეგობარს ეს საათი ამასობაში გაუნადგურდა შემთხვევით ან ბრალეულად, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. კონდიქციური პასუხისმგებლობის ფარგლები, გარდა გამკაცრებული პასუხისმგებლობის შემთხვევისა, ბრალზე არ არის დამოკიდებული ეს განმდიდრება, რისკიანაც ახლა მივდივართ. მოკლედ მეგობარს ეს საათი აღარ აქვს. არც ნატურით აღარ აქვს ეს საათი ქონებაში, ხო? იმიტომ რომ განადგურდა და არც ღირებულების სახით, ანუ არ გაუყიდია, არ გაუცვლია რამეში, არამედ გაქრა როგორც საათი, ისე მისი ღირებულება მეგობრის ქონებიდან გაქრა უკვალოდ. ხო. აქ ეგრეთ წოდებული განმდიდრების, ანუ გამდიდრების არარსებობის შესაგებლის საფუძველზე, რომელიც მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 979 მუხლის მესამე ნაწილში, მეგობარს ექნება უფლება, რომ არ დამიბრუნოს არაფერი, იმიტომ რომ კონდიქციურ სამართალში მოქმედებს ეს წესი, რომ პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ გამდიდრებაზე, ანუ მხოლოდ გამდიდრებას აბრუნებს. და თუ თავიდან რაც მიიღო ქონებრივი სიკეთე, ესე ვთქვათ, ეს არის ერთი მოცემულობა, მიღებული, მაგრამ ბრუნდება არა მიღებული როგორც ესეთი, არამედ მიღებულისგანაც დარჩა. უпростоრად თუ მიღებული სრულად დარჩა ქონებაში, მაშინ ბრუნდება მიღებული, მაგრამ თუ შეიცვალა, რა ქვია, ასე ვთქვათ,
ოდენობა, მისი ქონებრივი სიდიდე, ესე თქვა, შემცირდა, ქონებრივი ღირებულება შემცირდა, ნაწილობრივ დაზიანდა რაღაც, მაშინ აბრუნებს ამ დაზიანებას. და თუ საერთოდ გაქრა, როგორც თვითონ ეს თქვა, არც ნატურით აღარ მოიპოვება მიმღების ქონებაში და არც ღირებულების სახით აღარ არის მასში დალექილი, ხო, მაშინ 979 მუხლის მესამე ნაწილი თავისუფლდება, იმიტომ რომ კონდიქციური პასუხისმგებლობა ეს არ არის ესე თქვა დამსჯელი ეს რეჟიმი, სანქცია, რაიმეს უსაფუძვლოდ მიღებისთვის, არამედ არის ესეთი მექანიკური გამასწორებელი და გამათანაბრებელი, როგორც უწოდებენ, იმ ქონების უსაფუძვლოდ გადადინებისა, ანუ ეს არის უსაფუძვლოდ გადადინებული ქონების უკუქცევის სამართალი და თუ ეს ქონება მართალია გადავიდა ერთი პირიდან მეორეზე, მაგრამ იმ მეორესთან გაქრა აღარ ახსოვს, მაშინ გადმოსადინებელიც, ანუ უკუსაქცევიც არაფერი არ არის და მიმღები თავისუფლდება კონდიქციური პასუხისმგებლობისგან, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი სხვა იქნებოდა მიმღების დასჯა იმისთვის, რომ რაღაც უსაფუძვლოდ მიიღო, ხო? როგორც არის თქვა დელიქტური სამართლის რეჟიმი. მაგრამ დელიქტური სამართლის რეჟიმს აქვს კიდე სხვა წინაპირობა, როგორც არის მარწინააღმდეგობა და ძირითადად ბრალიც, ეს არის წინაპირობა დელიქტური პასუხისმგებლობის, კონდიქციური პასუხისმგებლობის ეს არ აქვს და დაუშვებელია, რომ პირი, რომელმაც ხა არისოდა რაღაცას უსაფუძვლოდ იღებდა, მიიღო თავისი ეგონა და მე რაღაცის გამო გაუნადგურდა, ეხლა ანუ დარჩენილი ქონებით ვაგებინოთ პასუხი, იმიტომ რომ ეს იქნება მის ეს თქვა გაღარიბება, ანუ მისი დარჩენილი ქონებით პასუხისმგებლობა იქნება სასჯელი იმისთვის, რომ რაღაც მიიღო უსაფუძვლოდ, ისე რომ შანსიც არ ქონდა შეემჩნია, რომ რაღაცას არასწორად აკეთებდა, ხო? იმიტომ რომ თვითონ არ გაუკეთებია ესე თქვა ეს სუბიექტური შერაცხვის და არც ობიექტური შერაცხვის მომენტი მარწინააღმდეგობის გაგებით არ გვაქვს, ხო? უსაფუძვლობა არ ნიშნავს მარწინააღმდეგობას. ხო რაც ნიშნავს იმას, ნუ ხეს სხვა პოდკასტებში გვისაუბრია ამაზე, ამიტომ ის ესე გაგრძელება არ ღირს, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან მარტივი და ლოგიკური გადაწყვეტაა, რომ თუ ვაჩუქე ბათილი ჩუქების საფუძველზე იყო კეთილსინდისიერი, არიცოდა რომ ჩუქება ბათილი იყო, მერე გაუნადგურდა, არაფერს არ მიბრუნებს, იმიტომ რომ დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ესე ვთქვათ, სადამსჯელო რეჟიმს ჩავთავდით, რაც რაც არ არის არც მიზანი და არც ესე ვთქვათ ფუნქცია, უფრო ესეთი ზოგადი ფუნქცია კონდიქციური სამართლის. ამიტომ არ აბრუნებს არაფერს 979 მუხლის მესამე ნაწილზე, ეგრეთ წოდებულ განმდიდრების შესაგებელზე მითითებით. მაგრამ ეხლა მოდი ავიღოთ სხვა შემთხვევა, რომ ჩუქება კი არ არის ბათილი და უკუსაქცევი, არამედ ნასყიდობა. ავიღოთ ისევ დავდე მეგობართან ნასყიდობა. ხა ფსიქიკური აშლილობის გამო ბათილობა არ გვინდა, იმიტომ რომ ეს კიდე სპეციფიკური შემთხვევაა, შეიძლება მაგალითად სწორად გაკეთება, მაგრამ ვარ ჩაიხლართოს სიტუაცია, ავიღოთ სხვა ეგრეთ წოდებული ნეიტრალური საფუძვლით ბათილი გარიგება, როგორც არის მაგალითად დაფარული დისენსუსი, ანუ დაფარული შეუთანხმებლობა, ანუ გვეგონა რომ დავდეთ გარიგება და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ თურმე რაღაც ესე ვთქვათ კონსენსუსის ნაკლი გვაქვს სახეზე, ანუ ერთმა ერთი იგულისხმა მეორე და არც ერთის პერსპექტივა არ გადაწონის და ამიტომ რეალურად გარიგება არ შემდგარა. ხო და აი ეს ხელშეკრულება ეს ნასყიდობა რაც დავდეთ არის დაფარული დისენსუსის გამო ბათილი. ხო დაფარული დისენსუსის გამო ბათილია და ისევ ანუ საათი მივყიდე, გაუნადგურდა და მე აღმოაჩინეთ რომ თუმე აგერ ბათილი გარიგება გვაქვს და მომადგა მეგობარ და ითხოვს ახლა ჩემგან ნასყიდობის ფასის დაბრუნებას რაც გადამიხადა ამ საათში. ხო და აქვს კიდევაც იდეაში ეს მოთხოვნა, ექნებოდა კიდევაც იდეაში ეს მოთხოვნა, იმიტომ რომ ბათილია ნასყიდობა, ხო და ფული და ბათილი ნასყიდობის საფუძველზე გადმომცა ფული, ანუ ქონებრივი სიკეთე გადმომცა ფულზე ეს საკუთრება და მფლობელობა, ну თუ როგორც საერთოდ ვთქვათ, გადმომირიცხა მაშინ მომანიჭა ბანკის მიმართ შესაბამისი მოთხოვნა და ასე შემდეგ. თუნდაც დავაბრუნო წესით, კი არა, დავაბრუნო, ხო? თორეს ანუ არც განმდიდრებული ვარ, მაქვს მოკლედ ეს ფული. მაგრამ მე რომ მივადგებით, მე რომ წავუყენებ კონდიქციურ მოთხოვნას, ხო? ის მიუთითებს განმდიდრებაზე, იტყვის, რომ აგერ საათი აღარ მაქვს
იდეაში მოვიდეს იდეა რო თქვას რომ ანუ განმდიდრებულია, ანუ საათი გაუნადგურდა, აღარ არის გამდიდრებული, არაფერი არ მიუღია ამ საათის განადგურების სანაცვლოდ, ხო? და ისევ იგივე როგორც ჩუქების შემთხვევაში, აქაც შეიძლება მოვიდეს იდეა რომ გათავისუფლდეს კონდიქციური პასუხისგებლობისგან გამდიდრების არარსებობაზე მითითების 979 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად. ხო, მაგრამ აქ არასწორი იქნება ახლა ეს სიტუაცია, იმიტომ რა გამოვიდა, იმასთან განადგურდა. თვითონ ყველაფერს იბრუნებს, იმიტომ ჩემთან არ გამქრალა ეს ფული ჩემი ქონებიდან, იმასთან გაქრა საათი თავის ღირებულებით თურთ. და ახლა თავის რისკს თან შეიძლება საერთოდ ბრალებლადაც კი გაანადგურა და თავის რისკს ახლა ესე ვთქვათ მე მაკისრებს, მე მტენის ესე რომ ვთქვათ, ხო? ნუ თლიანი ფული უკან მიიღ და სანაცვლოდ მაძლევს არაფერს. რაღაც არასწორია, რაღაც საკმაოდ უსამართლო სიტუაცია. აი ამ უსამართლო სიტუაციის დასაკორექტირებლად მოქმედებს ამ შემთხვევებისთვის, ანუ ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებების უკუქცევისთვის, არა 979-ის მესამე ნაწილი, არამედ ანუ ჩვეულებრივ არამედ დაიშვება მისგან გამონაკლისი სალდოს თეორიის სახით, რომელიც ჩვენ გვიწერია მომდევნო ნაწილში 979 მუხლის მეოთხე ნაწილში, სადაც წერია რომ განსხვავებით ჩუქებისგან თუ უკუსაქცევია ნასყიდობა, მაშინ სხვა წესი მოქმედებს, ცალმხრივად ვერ მიუთითებს კონდიქციის კრედიტორი, რომელიც ამავდროულად მოვალეც არის, ხო? მეორე მხარის კონდიქციის მოვალეც არის, ვერ მიუთითებს იმაზე, რომ არის გამდიდრებული, ვერ იტყვის, რომ მე არაფერს არ დავაბრუნო და შენ ყველაფერი დამიბრუნე. იმიტომ რომ მოქმედებს წესი, რომ თუ უნდა რომ დაიბრუნოს, მაშინ თვითონაც უნდა დააბრუნოს და რამდენსაც დაიბრუნებს, იმდეს კი არა, რამდენიც უნდა დაიბრუნოს, იმდენი უნდა დააბრუნოს, ხო? თუ ვერაფერს ვერ აბრუნებს, მაშინ იმ ღირებულებასაც ვერ იბრუნებს. ხო, ანუ რასაც აბრუნებს, მოკლედ იმდენს იბრუნებს. ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია ეს ცნობილი აფორიზმი და მაქსიმა ვეფხისტყაოსნიდან, იმიტომ რომ სავარაუდოდ რუსთაველი, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, ენციკლოპედიური განათლების მქონდა ენციკლოპედიური განათლება, რომ შეიძლება ვთქვათ რენესანსის ნებისმიერ ინტელექტუალს შეშურებოდა, ალბათ სამართალშიც რაღაც დონეზე განსწავლული იყო. და ესე სალდოს თეორიის ეს თავარი იდეა ჩაატია, ესე მარტივად და ხატოვნად გამოთქვა. მართალია რუსთაველის დროს სალდოს თეორია არ არსებობდა, იმიტომ რომ მხოლოდ 7 საუკუნის შემდეგ შეიქმნა გერმანიაში. მაგრამ ნუ რაღაცნაირად წინასწარ გამჭვრიტა და არ არსებობდა, იმიტომ რომ რომაელებს არ ქონიათ სალდოს თეორია. ეხლა რომის სამართალში ყველაფრის ფესვების და ჩანასახში ბევრი რამის მიკვლევა შეიძლება, მაგრამ სალდოს თეორია არის იშვიათი გამონაკლისი, ნუ ეხლა რაღაც თქვა აბსოლუტურ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება ამის იმასაც მივაკვლიოთ ამ იდეის ესე თქვა ერთ-ერთ პირვანდელ და რაღაც ესეთ სახეს, ხო? მაგრამ რეალურად საპირისპირო წესი იყო ოფიციალურად აღიარებული და ესეთი დეკლარირებული წესი, რომელსაც ერქვა mortus retributur. ესე რომ თარგმანი ამის არის, რომ მკვდარსაც უკან გაგატან, ან უფრო მკვდარსაც უკან მოგიგდებ, უფრო ესე ვთქვათ, ბრუტალურად და არაადამიანურად რომ ჟღერდეს, რაც უფრო კარგია, ესე ვთქვათ, დამახსოვრებისთვის. ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ სამწუხაროდ ცუდი უფრო ამახსოვრდება ვიდრე კარგი და მათ შორის ესეთი არაადამიანური მაგალითები. უბრალოდ ესეთი პრინციპი ჰქონდათ რომაელებს, რომ მკვდარსაც უკან მოგიგდებ. ნუ რა თქმა უნდა ეს ეხებოდა მონის ნასყიდობას, რაც იყო ესეთი ქრესტომათიული მაგალითი რომში. ან ეს კი დიგესტებში კაზუსები ან მონაზეა, ან ღვინის ნასყიდობაზე და ამით ძალიან გავს ქართულ რეალობას. და ნუ მოკლედ თუ დაიდებოდა მონაზე ნასყიდობა და მერე მოხდებოდა უკუქცევა ამ ნასყიდობის, მაგალითად აქციო რეთიბიტორიათი, რაც იყო ჩვენი გასვლისმიერი უკუქცევის ექვივალენტი, იმიტომ რომ მაგალითად მონა იყო ნაკლოვანი. მონის ნაკლს რომაელები ძალიან სერიოზულად უყურებდნენ, არსებობდა სპეციალური ედიქტი,
კურულის ედილების ედიქტი, კურულის ედილები იყვნენ რომში, ეგრეთ წოდებული, ფინანსური პოლიციის მაგვარი, ოღონდ გამომდინარე იქიდან რომ რომში არ იყო გამიჯნული ზუსტად საჯარო და კერძო სფერო, ჩვენი გაგებით გამიჯნული. ამიტომ მათი კომპეტენციები კერძო სფეროში, კერძო სამართლის იმაში საკითხებშიც იჭრებოდა და რეგულაციებშიც. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულაცია იყო ეს ედიქტი, კურულის ედილების, რომელიც განსაზღვრავდა იმას თუ რისი რა თვისებები უნდა ქონოდა მონას, უფრო ზუსტად რა თვისებებზე უნდა აეღო პასუხისგებლობა და გარანტიის მაგვარი ეკისრა მონის გამყიდველს. იქ ჩამოთვლილი იყო, რომ უნდა იყოს ბეჯითი, მშრომელი, ნაკლები ეძინოს, გაქცევისკენ არ იყოს მიდრეკილი, კლეპტომანი არ იყოს, ხორმუცელა არ იყოს და ასე შემდეგ, ხო? ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მონის ხორმუცელობა უბრალოდ რო ის რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საკვები არ მოეხმარა, ენერგოეფექტური ყოფილიყო. ისე როგორც ჩვენთან არის დღეს, თქვათ, დასაქმებულ შემთხვევაში ეს ენერგოეფექტურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვეულებრივ უნდა შეეძლოს უმცირე ქართულ დასაქმებულს, რომ 24 საათი თუ არა 17-18 საათი იმუშაოს ისე რა შეუჩერებლად და არ მოიხმაროს ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი, ერთი პატარა ყავის ჭიქის, პატარა ჭიქა ყავის გარდა, ხო? დაახლოებით იგივე იყო რომშიც რა, თუ მონა აღმოჩნდებოდა ხორმუცელა, შეიძლებოდა უკუქცევა ამ ნასყიდობის, ამ მონას დადებული ნასყიდობის და თუ მაშინაც კი როცა მონა უკუქცევამდე მყიდველთან გარდაიცვლებოდა, მყიდველს შეეძლო მაინც უკუექცია, მთლიანი ფასი დაებრუნებინა და მონის ცხედარი გაეტანებინა, ამას ერქვა მორტულს რეთხიბეტო, მკვდარს უკან გაგატან. გაეტარებინა არაფერი დიახ, მონის ცხედარი, არავის არაფერი შეარჭირდებოდა, ეს ხატოვანი აღნიშვნა იყო იმისი, რომ დააბრუნებდა არაფერს და დაიბრუნებდა მთლიან ფასს. ხო, ხა გასვლის მიერი უკუქცევის ნაწილში ჩვენთანაც იგივე ხდება დღეს, ერთ-ერთ პოდკასტში როგორც ვისაუბრეთ დილიგენცია კვამინ-სუის პრინციპის მითითებით, რომელიც გაწერილია 352 მუხლის მეოთხე ნაწილის გექვე პუნქტით. ხო, იგივე ხდება, რომ თქვათ, ნაკლის გამო უკუქცევის შემთხვევაში შემიძლია ნივთი აღარ დავაბრუნო და თუ გამინადგურდა და ის არ არის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, უბრალოდ ისეთივე იმით არის გამოწვეული, როგორ ბრალის ფორმით, ისეთივე მსუბუქი გაუფრთხილებლობით, როგორცაც სხვა ნივთებს ვანადგურებ ჩემსას, მაშინ შემიძლია მაშინ იგივე მოხდება, რაც რომში, მაგრამ რომელები ამ მორტულს რეთიბეტურ პრინციპს, ხო? აუცილებდნენ კონდიქციის მიერ უკუქცევაზეც. შეიძლება აქციო რეთიბიტორიათი კი არ მომხდარიყო უკუქცევა, მაგრამ ბათილი ყოფილიყო ეს მონის ნასყიდობა, მონა გარდაცვლილიყო ამ შუალედში და მაინც შეიძლებოდა მყიდველს მთლიანი ფასი უკან წამოეღო და მონის ცხედარი გაეტანებინა ხატოვნად. ხო, და ესე იგი რომელები შეგნებულად უშვებდნენ სალდოს თეორიის საპირისპიროს, კერძოდ იმას, რომ დასაშვებია გარიგების ბათილობის შემთხვევაში სამხრივად დაბრუნება და სანაცვლოდ არაფრის არ დაბრუნება, არაფრის გატანება, ხო? რაც ესე მოქმედებდა შუა საუკუნეების სამართალში და იუს კომუნეში და ასე შემდეგ, თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოსკენ უკვე გერმანელებმა სხვა პრინციპი შეიმუშავეს, ეს სალდოს თეორია, რომლის მიხედვითაც ეგრე აღარ ხდება, თუ მინდა რომ დავიბრუნო კონდიქციის მიერ უკუქცევისას უნდა დავაბრუნო. და შესაბამისად ნასყიდობის მაგალითი რო აღწერეთ, ხო, თუ ნასყიდობა ბათილია, ვიყიდე საათი, რომელიც გამინადგურდა, მხოლოდ მაშინ შემიძლია ფასის დაბრუნება, თუ ამ საათის შესაბამის ამ საათის ღირებულების ნაწილში შესაბამის ღირებულებას დავაბრუნებ. ხო, საწერია ახლა ეს კანონში ჩვენთან კიდევ უკვე ვახსენეთ, სადაც წერია, ეს არის 979 მუხლის მეოთხე ნაწილი, რომელსაც აქვს შემდეგი ფორმულირება. თუ ორმხრივი ხელშეკრულების მხარეებმა ხელშეკრულების ბათილობის გამო უკან უნდა დააბრუნონ ის, რაც მათ ამ ხელშეკრულებით მიიღეს, მაგრამ ერთ-ერთ მხარეს არ შეუძლია დაბრუნება ამ მუხლის მეორე ნაწილით, უნდა ეწეროს მესამე, გეონიგის დრაფტიდან გადმოტანაში გაიპარა შეცდომა, მაგრამ არსებით არაფერს არ ცვლის. ესეც შეიძლება, მეორე ნაწილზე მითითებით განმარტებაც შეიძლება.
ხო, ანუ ერთ-ერთი ესე იგი ერთ-ერთ მხარეს არ შეუძლია დაბრუნება ამ მუხლის მეორე ნაწილით, ანუ მესამის ნაწილით გათვალისწინება საფუძვლის გამო, მაშინ მას არ ეკისრება უკან დაბრუნების მოვალება, თუ ეს გამომდინარეობს სამართლის იმ ნორმის არსიდან, რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. ხო, ცოტა რთული ფორმულირება აქვს. ზუსტად, ანუ იმ მეორე ნაწილზე მითების გარდა ყველაფერი ზუსტად არის გადმოტანილი კიონიგის იმიდან, რა ქვია, დრაფტიდან. უბრალოდ კიონიგმა დააფიქსირა რთულად თვითონ ეს წესი, დააფიქსირა გამონაკლისი, სადაც უკუდასკვნით გამომდინარეობდა წესი. ეს მიზეზი იყო ის, რომ ისედაც გერმანიაში ყველა მიცის რა არის სალდოს თეორია და ბარე კომპაქტურად ჩაატია ერთ გრძელ წინადადებაში წესის და გამონაკლისის, ხო? ქართულ კანონმდებლობას ჯობდა უფრო გასაგებად გადმოეტანა, იმიტომ რომ ეს ცნობილი არ არის რა საქართველოში რა არის ეს სალდოს თეორია, ჯობდა ჯერ წესი აღეწერა და მერე გამონაკლისი, მაგრამ ნუ დიდი პრობლემა ეს არ არის, თუ სწორად წავიკითხავთ და სწორად წაკითხვა არის ის, რომ აქ რაც წერია, ესე იგი, რომ თუ ორმხრივი გარიგება უკუსაქცევი და ერთი ვერ აბრუნებს, იმიტომ რომ არის განმდიდრებული, ან მესამე ნაწილზე მითითება, იმიტომ რომ აღარც მიღებული აღარ აქვს და არც მისი ღირებულება აღარ არის მის ქონებაში, მაშინ მხოლოდ მაშინ შეუძლია რომ ცალმხრივად დაიბრუნოს და არ დააბრუნოს არაფერი. თუ ეს შეესატყვისება ბათილობის ნორმის მიზანს. რასაც ეხლა ვახსენეთ, თუ ეს რას ნიშნავს, მაგრამ ეს გამონაკლისი გულისხმობს, ეს საგამონაკლისო წესი გულისხმობს იმას, რომ თუ არ შეესატყვისება ბათილობის ნორმის მიზანს, ანუ ნეიტრალური საფუძვლით არის ბათილი ეს გარიგება, ბათილობის ნორმის მიზანი არის ის, რომ ერთ-ერთ მხარეს უნდა იცავდეს, მაგრამ თუ არცეც არ იცავს და ნეიტრალური საფუძვლით არის ეს გარიგება ბათილი, მაშინ ვერ იტყვის, როცა არაფერს არ დააბრუნებს და მხოლოდ დაიბრუნებს, არამედ მხოლოდ იმდენს დაიბრუნებს, რასაც დააბრუნებს და თუ არ დააბრუნებს არაფერს, მაშინ ეს ღირებულება გამოიქვითება მისი კონდიქციური მოთხოვნის ნაწილში და იმდენს ვეღარ დაიბრუნებს. ეს არის სალდოს თეორია. მხოლოდ მაშინ იბრუნებს, თუ აბრუნებს და მხოლოდ იმდენს იბრუნებს, რამდენსაც აბრუნებს. ესეთი რაღაცა. ამის გერმანიაში დღემდე არ უწერიათ კანონში, ამიტომ აქვთ რამდენიმე ვერსია, უფრო სწორად შედეგის კუთხით. აბსოლუტურად ერთი გამონაკლისის გარდა, უფრო სწორად არსებობს კიდე ორი ალტერნატიული თეორია. ვერნერ ფლუმეს და კანარისის თეორიები, ანუ თვითონ სალდოს თეორიის ალტერნატივები, რომელიც სხვა შედეგამდე მიდიან, რაღაც ძალიან ჩახლართულ შემთხვევებში, ძალიან ისე თქვათ, ვიწრო გამოყენების მქონე შემთხვევებში და განსხვავებაა ამ თეორიებსა და სალდოს თეორიას შორის. მაგრამ თვითონ სალდოს თეორიას აქვს გერმანიაში რამდენიმე დასაბუთება, არსებობს თავდაპირველი სალდოს თეორია, არსებობს ახალი სალდოს თეორია, რომელიც ემყარება ფაქტობრივი სინალაგმის იდეას და ჩვენ განუში ზუსტად ეს ახალი ვერსია გვიწერია, მაგრამ შედეგის მხრივ სალდოს თეორიის ფარგლებში ყოველთვის ერთ და იგივე ხდება, დასაბუთებაა განსხვავებული. და ამიტომ ხამის ახსნა, რომ გერმანიაში როგორ ასაბუთებენ რაღაც დიდ პრაქტიკულ მნიშვნელობას მქონე არ არის საქართველოში, იმიტომ რომ მაინც იგივე ხდება და თან პირდაპირ ჩვენ ესე ვთქვათ ყველაზე დოგმატურად ყველაზე გამართული ვერსია გვიწერია იმ გერმანული ვარიანტებიდან, რაც თქვია ახალი სალდოს თეორია. და რაც არის სასამართლო პრაქტიკაში ბოლომდე გაბატონებული არ არის, მაგრამ სამეცნიერო ასე ვთქვათ ლიტერატურაში და სამეცნიერო წრეში ყველაზე გაბატონებული ვერსია სალდოს თეორიისა არის ეს. ხო, და ეს ემყარება შემდეგ მოსაზრებას, რომ აი ეს წესი, რომ მხოლოდ იმდენს დააბრუნებს, რასაც დაიბრუნებს, ეს ემყარება იმას, რომ ფაქტობრივ სინალაგმას, რაც ნიშნავს ახლა ფაქტობრივი სინალაგმა. სინალაგმა გასაგებია, რასაც ნიშნავს ამ ორმხრივობას, ორმხრივად მავალდებულებას ხელშეკრულებისა, ისეთისა, როგორც არის ნასყიდობა, ნარდობა, გაცვლა, ანუ სადაც ორი ურთიერთშეწონადი და ურთიერთ ესე ვთქვათ თანაზომიერი, თუ ანუ ერთმანეთზე ორიენტირებული ვალდებულება წარმოიშვება ორივე მხარის და ერთმანეთით არის ეს ვალდებულებები და ეს შესრულებები ნაყიდი, ხო? მყიდველი იხდის იმიტომ ფულს, რომ მიიღოს ნივთი და პირიქით გამყიდველი გასცემს ნივთს იმიტომ, რომ მიიღოს ფასი. ეს არის სინალაგმა. და თუ ნამდვილია ეს გარიგება, მაშინ მოქმედებს ეს სინალაგმაც არის ნამდვილი, ანუ სამართლებრივად ბოჭავი, ანუ ერთმანეთზე ურთიერთ ორიენტირებულობის პრინციპი ამ შესრულებების და
მათი განმაპირობებელი ვალდებულების, ხო? როგორც ლათინური ის თქვათ ფორმულა ამბობს, do ut des პრინციპი, რომ იმიტომ გადმოგცემ რაღაცას, რომ შენგანაც მივიღო. მაგრამ თუ გარიგება ბათილიას ნიშნავს, რომ ნამდვილი სამართლებრივი სინალაგმა არ შედგა, ჩაიშალა. ანუ მხარეებმა ურთიერთ ორიენტირებულად და ურთიერთ შეწონილად, ესე ვთქვათ, გასცა შესრულებები, მაგრამ სამართალმა არ აღიარა მათ შორის შეთანხმებული და ამ შესრულებების ნამდვილობა არ აღიარა, ან ჩაიშალა. ანუ სამართლებრივი სინალაგმა არ შედგა. თუმცა ეს სალდოს თეორია, ანუ ეს ახალი სალდოს თეორია ამბობს, რომ მართალია სამართლებრივი სინალაგმა არ შედგა, მაგრამ ფაქტობრივი სინალაგმა შედგა. კი, სამართალმა არ აღიარა ეს, რაც ამათმა გააკეთეს, მაგრამ ფაქტობრივად ხომ მაინც ესე გააკეთეს, ანუ ერთმანეთზე ორიენტირებულად გაცვალეს ეს შესრულებები. და აი ამ პრინციპს, რომ ფაქტობრივად ერთმანეთზე ორიენტირებულად გაცვალეს ეს შესრულებები, ანუ პრინციპს კი არა და ესე ვთქვათ, ამ ინტერესთა ფაქტობრივ მოცემულობას დაარქვეს და გადაიტანეს სამართლებრივ სფეროში ფაქტობრივი სინალაგმის პრინციპის სახით, რომელიც უკვე რეგულაციაა სამართლებრივი და თქვეს, რომ რეალურად აი ეს ერთმანეთზე ორიენტირებულობა გადადის და განსაზღვრავს ასევე კონდიქციის მიერი უკუქცევის მოდუსს. ანუ როგორც ურთიერთ დაკავშირებულად გაცვალეს, ისე ურთიერთ დაკავშირებულად უნდა უკუიქცეს, ხო? იმიტომ გადასცა ნივთი, რომ ფული მიიღო, ხო? ეხლა მხოლოდ მაშინ დაუბრუნებს მიღებულ ნივთს, თუ ფულს დაიბრუნებს. და რამდენსაც დააბრუნებს, იმდენს დაიბრუნებს. და რო ავიღოთ ესეთი სტანდარტული შემთხვევა ამ სალდოს თეორიის მოწესრიგების, ესე ვთქვათ, მოწესრიგების ქვეშ რაც ექცევა ის ყველაზე მარტივი შემთხვევა, ამოსავალი. Ну, მაგალითად, გავყიდე მანქანა, რომელიც ღირდა 15,000, გავყიდე 15,000-ად. ხო, მივყიდე. მე მყიდველმა ეს მანქანა დააზიანა და ეხლა ღირს 10,000, ხო? მე აღმოჩნდა, რომ გარიგება დადების მომენტშივე ეს ნეიტრალური საფუძვლით, რომელიც არც ერთ მხარეს არ იცავს, მაგალითად, ეს დისენსუსი ან რაღაც ისა, ფორმის დაუცველობა, ხა მანქანის ნასყიდობის ფორმა არა აქვს, მაგრამ რაღაც ისეთი საფუძვლით, რომელიც არც ჩემს დასაცავად არ არის, ანუ არც გამყიდველის და არც მყიდველის დასაცავად არ არის შექმნილი. აი ეგეთ საფუძვლით იყო ბათილი. და მომივიდა იდეა კი არა და მინდა ეხლა იმის უკუქცევა, ხო? მყიდველს თუ მოუნდება აპელირება გამდიდრებაზე, ანუ იმის თქმა, რომ რაც მაქვს, იმას დავაბრუნებ და მეტი არ მაქვს და დანარჩენ ნაწილში ვთავისუფლდები კონდიქციის მიერი უკუქცევისგან და პასუხისგებლობისგან, უბრალოდ. ანუ თუ მოუნდება იმის თქმა, რომ გიბრუნებ მხოლოდ 10,000-იან მანქანას, 15,000-ის ღირებულების მანქანა მივიღე, მაგრამ ეხა დავლეწე და ღირს 10,000 და 10,000 მაგას დაგიბრუნებ, რაც მაქვს, მაშინ ჩემგანაც ნასყიდობის ფასის სახით წაიღებს არა 15,000 კონდიქციით, არამედ მხოლოდ 10,000. ხო? და თუ საერთოდ ვერაფერს ვერ დააბრუნებს, ნუ საერთოდ გაანადგურა ეს მანქანა, მაშინ მეც არაფერს არ დაუბრუნებ. ანუ რამდენსაც აბრუნებს, იმდენს იბრუნებს ეს პრინციპი, ხო? და ეს პრინციპი და ეს ვთქვათ, ოდენობა, რაც აბრუნებს და იბრუნებს, გამოითვლება არა პროპორციულად, არამედ მექანიკურად დაითვლება, ესე ვთქვათ, ან თუ 1/3-ს მიბრუნებს, ხო, ფასის 1/3-ს კი არ იბრუნებს, როგორც იქნებოდა, ვთქვათ, გასვლის მიერი უკუქცევის შემთხვევაში, არამედ აკლდება, რასაც ვერ აბრუნებს, თუ ვერ აბრუნებს 5,000, ნასყიდობის ფასს აკლდება 5,000, ხო? თუ ვთქვათ, 20,000-იანი მანქანა მივყიდე 25,000-ად და მე იმან 5,000 ჩამოაკლო ღირებულებას, იმიტომ დააზიანა მანქანა, ხო, მაშინ 1/4 კი არ გამოაკლდება ნასყიდობის ფასს, არა, პირდაპირ მექანიკურად გამოაკლდება ეს 5,000 და მე დაუბრუნებ 20,000-იან 20,000 25-დან ის დამიბრუნებს 15,000 ღირებულების მქონე მანქანას, ხო. ანუ იმიტომ რომ ისე ვთქვათ, ეს მხარეთა კერძო ავტონომიური შეთანხმება და ის რა თუ რა დაარქვეს და უბრალოდ რას რა ფასი დაადეს და ასე შემდეგ, პროპორციული იმის რა ქვია და ანგარიშების და გამოთვლის სახით არ გადმოდის სალდოს თეორიაში და კონდიქციურ სამართალში განსხვავებით გასვლის მიერ უკუქცევისგან. მექანიკურად რასაც ვერ დამიბრუნებს, ის გამოაკლდება ჩემს მიერ დასაბრუნებელს, ხო? თუ ვთქვათ 20,000-იანი მანქანა გავცვალეთ 15,000-იანში
და მეორე მხარემ აქვე 5000-ით შეამცირა მანქანის ღირებულება. ხო, მაშინ ეხა მეც მანქანა მაქვს, ხო, დასაბრუნებელი ან მანქანას პირდაპირ ვერ ნახევარ მანქანას ვერ დაუბრუნებ და ვერ მოვაძრობ ეხა 5000-ის ნაწილებს, ამიტომ ეს 5000 უნდა ამინაზღაუროს ფულით ან ვერ დაიბრუნებს ჩემგან მთლიან მანქანას, ან შესაგებელი მექნება. ხო, ну აი ეს პრინციპი, რომ ესეთი მარტივ შემთხვევებში, როდესაც უკუსაქცევია ორმხრივი არანამდვილი გარიგება, რასაც აბრუნებს, მხოლოდ იმას იბრუნებს.